მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს გთავაზობთ ინტერვიუს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მოგესალმებით, კალოდონ სალომე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველი საკითხი ყველაზე მწვავე დღეს რაც დგას, ეს არის რაც ხდება დასავლეთ საქართველოში, გურიაში და ამით მინდა თქვენთან საუბარი დავიწყოთ. თქვენ თქვით, რომ რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ასეთ კრიტიკაზე ამბობენ, რომ სტიქი არის რაღაც საერთო პრობლემა და არ არის საჭირო ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია. ზოგადად როგორ შეაფასებთ იმ ვითარებას, რაც ხდება ამ მიმართულებით? ჯერთი ეს არ არის სპეკულაცია, ეს არის რეალობა, რომელსაც ყველა ხედავს და პირველ რიგში ხედავენ და აფასებენ ამას ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იქ არის, განიცდის ამ ვითარებას. ნებისმიერი სახელმწიფო და ნებისმიერი მმართველობა ფასდება იმითი, თუ როგორ რეაგირებს ასეთ შემთხვევებში და ასეთ მოვლენებზე. ეს არის მოვალეობა მმართველი გუნდის, ასე ვთქვათ, რომ შენ უსაფრთხოების პირობები შეუქმნა შენ მოსახლეობას და რაც შეიძლება მაქსიმალურად დაცული იყოს. ესეც მართალი არის, რომ ვერავინ ვერ აიცილებს თავიდან სტიქიას. ეს დღევანდელი მოვლენები არის მთელ მსოფლიოში, მაგრამ რაღაცები შეიძლება გაითვალისწინო წინასწარ. მაგალითად, სპეკულაცია თუ არ ჩამითვლით, რომ წყლის ჭავლების მაგივრად შეიძინო ის ტრაქტორები თუ რაც საჭირო არის იმისთვის, რომ თოვლის პირობებში, სტიქის პირობებში შეძლო და მიაღწიო იმ სოფლებამდე, რომელიც ვიცით, რომ არიან უფრო დიდ საფრთხეში. ასევე დღეს ყველამ ვიცით, რომ შეიძლება მოხდეს წყალდიდობა, ხვალ ზვავი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ არის ის მოვლენები, რაც სრულიად გაუთვალისწინებელი არის. ამიტომ არსებობს ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭო, რომელიც უნდა სცენარებს ამზადებდეს ამ შემთხვევებისთვის. ეს არის მისი ფუნქცია. რომ ეს ყველაფერი იყოს გათვლილი, რაც შეიძლება მაქსიმალურად წინასწარ და მზომები მიღებული, ადგილობრივი ცხელი ხაზები უნდა არსებობდეს. მე რაც გავიგე, მუნიციპალიტეტებში ისიც არ არსებობს მისამართები და სიები ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ იმ სოფლებში, სადაც ძნელი მიღწევა არის და სადაც ხშირად ცხოვრობს ხანშესული ადამიანები და ზოგჯერ მარტოხელა ადამიანები. ეს ყველაფერი არის მუნიციპალიტეტის მოვალეობა. ასე რაღაცებისთვის მზად უნდა იყო, ხო, ამაზე არის ალბათ საუბარი ძირითადად. თქვენ ამავე დაგეგმარება, რაც როგორც ჩანს საერთოდ გამოსული არის წყობიდან. დაგეგმარება იმ მოვლენების, რაც არ უნდა იყოს, არაფერი არ არის ისეთი მოვლენა, რომელიც არ შეიძლება რომელიმე სცენარში იყოს გათვალისწინებული. არ შეიძლება რომ რიკოტი იკეთებოდეს ყოველ მეორე დღეს და ქვეყანა იყოს ორად გაყოფილი. ჩვენ შეიძლება გვახსოვდეს ის რომ თავარი მიზანი რუსეთის იმპერიის და შემდეგ საბჭოთა და მუდმივად იყო საქართველოს ორად გაყოფა. ბატონო, თქვენ ამავე გამოსვლაში თქვით, რომ ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცაო, განაცხადეთ და გვახსოვს ახლა რა ხდებოდა აქციების დროს და ვხედავთ რა კანონებს იღებენ, თითქმის ყოველ დღე ცვლიან კანონებს და აგერ ახლა მედიასაც გვირდებიან, რუსული კანონი თავიდან შემოაქვთ და ამბობენ, რომ ეს იქნება ამერიკული ფარა, მედიისთვის უფრო მძიმე, მედიისთვის ახალ კანონს და ასე შემდეგ და მაინდა კითხოთ, რომ აი რა ტიპის ხელისუფლება მართავს დღეს თქვენი აზრით, ხელისუფლება რომლის ნაწილიც ერთდროს თქვენც იყავთ? მე ვიყავი, მაგრამ არ მგონია რომ ესეთ პირობებში ვიყავი, იმიტომ არ ვიქნებოდი. ეს არის რუსული რეჟიმი უკვე. ყველა თავისი, სწორედ იმითი რომ კი არ მართავს ქვეყანას, არამედ ქვეყანას აყენებს სრულ რეპრესიული მანქანის ქვეშ და ეს არის ტიპიურად რუსული რეჟიმი. ამას სხვა არც მხოლოდ დიქტატურა კი არ არის, დიქტატურა კიდე სხვა რამე არის. ყველა ის კანონები, რაც მიღებული იქნა ბოლო წლებში, კანონები არის, რომელიც ყველა შეიძლება იყოს ნახსენები როგორც რუსული კანონი.
დღეს შეგვიძლია ეს რუსული რეჟიმი როცა ამბობთ, გულისხმობთ იმას, რომ მაგალითად ივანიშვილი რუსეთის კაცია? არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, მე რა ვიცი, რუსეთის კაცია თუ რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არის თუ კომპრომატები არის მასზე თუ რა ხდება, ამას შეიძლება ისტორიკოსები ერთ დღეს გაარჩევენ. ჩვენთვის ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ვცხოვრობთ რუსულ რეჟიმში. და მართავს ამ რეჟიმს ივანიშვილი. ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებით არის მიღებული ყველა ეს გადაწყვეტილება. ხო და აი მარტივად რო გითხოთ, აი რისი მიღწევა უნდა ივანიშვილის თქვენი აზრით, რა არის მისი მიზანი დღეს, როგორ უყურებთ ამას? ეს მას კითხეთ. თქვენი აზრი, თქვენი შეფასება, როგორ უყურებთ ამ რისი მიღწევა უნდა მე არ ვიცი, ფაქტი არის, რომ ჩვენ დღეს ვართ პრაქტიკულად რუსულ რეჟიმში და ჩვენი მისაღწევი არის, რომ ჩვენ ეს არ დაუშვათ. და ეხლა იმის გათვლა მას რა აქვს და მაშინ ასე დაგიკონკრეტებთ, მაგალითად დავუშვათ, ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილის მიზანი არის რაღაცა, ზოგი ამბობს, რომ ჩააბაროს რუსეთს, ზოგი ამბობს, რომ მისი მიზანია, რომ აქ სამუდამოდ კონდეს ხელისუფლება და ეს არის მისი მთავარი ერთიც მეორეც და მესამეც ალბათ. თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას ავარიდოთ ომი და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. და დანარჩენი ხო, მაგრამ ეს არის ხო ის პროპაგანდა, რომელსაც ნაწილობრივ იმუშავა თუ არ იმუშავა, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ვართ დღეს ფაქტების წინაშე, რომ საფრთხე ომის არ არის ამ ქვეყანაში, არ ყოფილა, არავინ არ გვიბიძგებდა რაღაცა ფიქტიური ომისკენ. მეორე მაგალითი არის მოლდოვა, რომელიც ჩვენზე შეიძლება ზოგ კუთხით უფრო მძიმე პირობებში იყო და იქ უფრო ახლოს ფრონტთან და იქ არავის არ დაუწყია ომი. დღეს სარგებლობს ყველა იმ შეღავათებით, რაც მოდის ევროკავშირიდან და იმ პოზიციებით, რაც ჩვენს შეგვიძლია ქონოდა, რომ არ ყოფილიყო ეს პირიქით ორიენტაცია რუსეთისკენ და რუსულ რეჟიმისკენ. ეს არის ჩვენი რეალობა და არა რაღაცა ხელოვნურად შექმნილი საფრთხეები თეორიული რაღაცა ომისა. ხო, მოლდოვა ამ მხრივ მართლაც კარგი მაგალითია, იმიტომ რომ იქ ომი არ არის, მაგალითად ამისა. ჯერ იქ უნდა ყოფილიყო თუ ვინმეს. მან მიიღო, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები და ასე შემდეგ. თუმცა მოლდოვაზე მათ აქვს ასეთ პასუხი, რომ კი, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგცეს ეს თავიდან კანდიდატის სტატუსს მერე მოლაპარაკება, მოლდოვას როგორ მისცეს? ჩვენზე უარესი მდგომარეობაა, კორუფციის თვალსაზრისით, ჩვენზე დსთ-ს წევრია და ასე შემდეგ და ამას იყენებენ იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენ დაგვჩაგრეს უსამართლოდ. მე რატომ ვთხოვთ, რომ დავაკომენტარო ამ პროპაგანდას პასუხი პროპაგანდა არის და ეხლა პროპაგანდას პასუხი არ აქვს. ჩვენ ფაქტებს შევხედოთ, ჩვენ შეგვეძლო ყოფილიყავით იქ, სადაც დღეს მოლდოვა არის და ალბათ ბევრად წინ შეგვეძლო ყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ხან ლანძღვა ევროპის, ხან მისთვის გადაბრალება ყველაფრის, ხან ელჩების შეურაცხყოფა, ხან კანონების მიღება, რომელიც იმის მაგივრად რომ მიდიოდეს იმ მიმართულებით, რაც იყო ევროპის რეკომენდაციებში, პირიქით იყო მიღებული და მაგალითი ამ კანონების იყო რუსეთი და რა გვინდა ჩვენ რომ ესეც გავაკეთოთ და ისიც მივიღოთ? ხო, კი ბატონო, თუმცა ბოლო დროიდანმა განვითარებამ მოვლენებმა კიდევ ერთი ბიძგი მიცა მათ ამ განცხადებებს, გულისხმობ აქ ტრამპის განცხადებებს და შესაბამისად იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდებოდა უკრაინასთან დაკავშირებით და ჩვენ ნახეთ ახლა ამ 3 წლის თავთან დაკავშირებით, მათ გააკეთეს განცხადება, რომ აი ჩვენ მართლები ვიყავით 3 წლის წინ, რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ, ახლა დადასტურდა, იმიტომ რომ ხედავთ უკრაინას გაწირავენ და ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, საქართველოს არავის არ აინტერესებს და ეს არის კიდევ ერთი ხაზი, რომელსაც ისინი რომ არავინ არ ამბობდა არასოდეს და არავინ არ უბიძგებდა იმას, რომ საქართველოს დაეწყო ომი, შესულიყო ომში და აქტიურად ჩართულიყო ამ იმაში, ასე რომ ჩვენ მართალი ვიყავით, რას უკავშირდება იმას, რომ მართალი ვიყავით, რომ რუსეთს არ უნდა დაეწყო ომი, მართალი ვიყავით. რომ ეს იყო რუსეთის აგრესია, მართალი ვიყავით. რაში ვიყავით მართალი, რომ უკრაინას არ უნდა დაეცვა თავის თავი? თუ ეს ამას ვამბობდით, არ ვიყავით მართალი. ამიტომ გააჩნია როგორ ატრიალებ კიდევ ერთხელ ეს პროპაგანდა არის. ეხლა რაც ეხება დღევანდელ რეალობას, ერთი რეალობა არის, რომ რუსეთმა ეს ომი არ მოიგო.
არაფრით არ მოიგო. ანუ არც ერთ მიმართულებით 3 წელი არის გრძელდება ეს ომი. ვერ მიაღწია თავის სამხედრო მიზნებს, რაც იყო გამოცხადებული იყო, დენაზიფიკაცია, კიევის აღება, ზელენსკის განადგურება, ქვეყნის ხელში აღება და რაც ამ ყველაფერს მიაღწია, ტრამპი ამბობს ღიად რომ ნატოში უკრაინა უნდა დაიწყოს ნატო. ტრამპი ისე ვთქვათ, რომ დღეს ერთ რამეს ამბობს, მეორე დღეს სხვა რამეს ამბობს და ეს არ ვიცი მე ეს არის ტაქტიკა, როგორ გამოიყენებს ამას მოლაპარაკებებში, მაგრამ ფაქტი არის, რომ ის მოულოდნელობა, რაც ახასიათებს ტრამპის განცხადებებს, ვერავინ დღეს ვერ იტყვის ზუსტად რას გააკეთებს ტრამპს და ეს ეხება პირველ რიგში რუსეთს. თუ რუსეთმა იფიქრა პირველ დღეს, რომ აი ყველაფერი რაც მე მინდოდა მომცა ტრამპმა და მორჩა, არ დაწყებულა მოლაპარაკებები რეალურად, ხო? ჯერ იყო რაღაცა საუბრები იმათაც, ამათაც, ხან პუტინთან, ხან ძალიან ცუდი განცხადებები გააკეთა ტრამპმა, ხო, ხა დიქტატორი ეძახა, ასე გუში გამოვიდა თქვა და ეს კარგი პრეზიდენტია, როდის ვთქვით. ამას ვამბობ და ვინ რაზე უნდა დაეყნოს და პირველ რიგში რუსები, როცა ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები მათთვის ძალიან მომგებიანი იყოს, დღეს შეიძლება ფიქრობენ, რომ თლათ ასე არ არის. ამიტომ ჩვენ დავშვიდდეთ, უყუროთ ამ მოვლენებს, ჩვენ არა ვართ ჩართული ამ მოლაპარაკებებში, თუმცა მე ყოველთვის ნათქვამი მქონდა და მართლა ამას ვფიქრობ, რომ საბოლოო სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან ვერასოდეს ვერ იქნება საბოლოო, სანამ ეს არ შეეხება ყველა ოკუპირებულ ტერიტორიებს. დღეს ეს არ არის ის მოცემულობა, რომელზედაც შეიძლება რომ ეს მოლაპარაკებები ვრცელი დაიწყოს, მაგრამ ვინ იცის, როდის და როგორ იქნება. და არ მოუგია რუსეთს არც ომი და არც სამშვიდობო მოლაპარაკებები. რუსეთი სხვა რამისთვის ემზადება ჰიბრიდულ ომისთვის, რომლის ჩვენ ვართ ერთ-ერთი მაგალითი და სატესტო რეჟიმში ჩვენ ვართ. დაყალბება არჩევნების და შემდეგ სწორედ ყველა ამ გადაწყვეტილებების მიღება, ამ კანონების მიღება, რომელსაც მიყავს ქვეყანა რუსეთის გზაზე, ეს არის მისი ჰიბრიდული ომი. ეს არის ის, რასაც ცდილობს რუმინეთში, რასაც ცდილობს და კიდევ ეცდება მოლდოვაში, რასაც ალბათ ეცდება უკრაინაში, როცა მიდის უკვე პროპაგანდის გზებით ლაპარაკი უკრაინაში არჩევნებზე. რა არჩევნები უნდა ჩატარდეს? ეგეც გაიმეორა ტრამპმა. ხო. გაიმეორა, მაგრამ კიდევ ერთხელ ტრამპი ველოდოთ იმას, რომ ტრამპი ძალიან ბევრ რამეს იტყვის, რომელსაც ყველაფერს გამოიყენებს თავის საქართველოსის ნიჰილიზმში აგდებს მისი განცხადებები. ხო, ხელისუფლების პროპაგანდას უხარია. ამიტომ ვამბობ, დაანებეთ თავი ხელისუფლების პროპაგანდას. მე ვამბობ იმას, რომ ტრამპი არის სხვანაირი ხელმძღვანელი ამერიკაში, სხვანაირი პიარით მუშაობს, სხვანაირი საერთოდ ხასიათი აქვს და ყველაფერზე ნუ დავიწყებთ ჩვენ მაშინათვე ყველაზე ცუდ ვარიანტის დანახვას. არაფერი არ დამთავრებულა. მაკრონიც ჩავიდა, ბრიტანეთის პრემიერიც ჩავა, უკრაინა ზელენსკიც ჩადის დღეს, ხო? და ეს ყველაფერი არაფერი არ არის ჯერ გადაწყვეტილი, არაფერი არ არის ისე ცუდად, როგორც გვინდა რომ დავინახოთ, იმიტომ გვინდა ზოგჯერ რომ ყველაზე ცუდი ვარიანტზე ვიფიქროთ და ჩვენ დავლაგდეთ, მოვიდეთ ცოტა უფრო მეტად აზრზე, რომ არაფერი არ არის ჯერ დაკარგული, კი გვიშენებენ რუსულ რეჟიმს, მაგრამ ბოლომდე ჯერ ვერ აუშენებიათ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, ამ ქვეყანაში არსებობს მედია, რომელსაც კლავენ, მაგრამ ვერ მოკლეს ჯერ. არსებობენ ის ადამიანები, ის საპროტესტო მუხტი, რაც არის, რომლებიც მერე გადაიქცა უცებ მოხალისეებად, სადაც საჭირო გახდა. ეს არის ის, რაც არ არსებობდა არც ბელორუსში, არც რუსეთში და რაც არის ნამდვილად საქართველოს დამახასიათებელი და ჩვენ ზოგჯერ გვიჭირს, რომ დავინახოთ, სად არის ჩვენი ძალა. და ჩვენი საშუალებები და გვაქვს კიდევ და ეს გამოვიყენოთ.
კი ბატონო, ამაზე ვისაუბრეთ, თქვენ თქვით რომ რუსულ რეჟიმს აშენებსო და როდის დაინახეთ რომ ივანიშვილი რუსულ რეჟიმს აშენებდა თქვენ იცით ხო თქვენს მიმართ ახლა პრეტენზია რაც აქვთ იქიდან ხრიდან რომ თვითონ რომ იყო მაშინ კარგი იყო მაშინ არ იყო რუსული რეჟიმი და აი როდის გამოჩნდა ეს თქვენთვის თვითონ ვიყავი ბოლომდე ხო კი ბატონო ეხლა ერთი და ვარ კიდევაც ასე რომ ასე არ არის მე დავიწყე კრიტიკა ძალიან ადრე როგორც კი დაიწყო სხვა გზით სვლა ამ რეჟიმის როგორც კი აღმოჩნდა რომ იმის მაგივრად რომ ის შანსი რაც მოცემული იყო ევროკავშირისგან რომ აი 12 რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსი იმის მაგივრად რომ ეს გაეკეთებინათ დაიწყო სხვა ქმედებები და სხვა ზომების მიღება ჩვენ ვიცით რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოცემული, იმიტომ რომ იყო ეს პროტესტი რუსულ კანონის მიმართ და საზოგადოება რომ გამოიჩინა თავის თავი და თავისი რეალური ნება, ამიტომ მოგცეს კანდიდატის სტატუსი და მე ბევრად ადრე დავიწყე პარლამენტში თუ გადახედავთ, მოგცემთ კიდევაც ჩემს სიტყვებს და როდის იწყება ძალიან სერიოზული კრიტიკა, რომელიც სწორედ იმიტომ რომ იყო იმ ადგილიდან, იმ პრეზიდენტობიდან გაცემული ეს კრიტიკები, ამიტომ მქონდა მეტი წონა ვიდრე ნებისმიერი სპეციალისტი. რა შეიცვალა ივანიშვილისთვის თქვენი აზრით? ანუ თუ მანამდე ის არ იყო რუსეთის ასე ვთქვათ, რუსულ რეჟიმს არ აშენებდა, მე რა მოხდა? არ ვიცი, ეხლა ადამიანები ჩასმული სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენ ვიცით ასე რომ მე არ ვიცი რა დროიდან არის რუსული ჩასმული ადამიანი თუ იყო ჩვეულებრივი ოლიგარქი რომელსაც უნდოდა რაღაცების გაკეთება ამ ქვეყნისთვის და რაღაც მომენტში დაეწია ის თავისი წასვლილი, თავისი კომპრომატებით რუსეთს რაღაც მომენტი მანამდე არ ჭირდებოდა შეიძლება და რაღაც მომენტიდან როცა გამოჩნდა და ეს მეტნაკლებად უკავშირდება უკრაინის ომს, როცა გამოჩნდა, რომ აჩქარებული არის გაწევრიანების პერსპექტივა ევროკავშირში, რომ ეს რეალობად იქცა, რაც იყო შორეული, ვთქვათ, პერსპექტივა და აგერ-აგერ კანდიდატის სტატუსი, აგერ-აგერ შეიძლება გახსნა მოლაპარაკებების, ამაზე შეიძლება რუსეთმა თქვა, რომ აი ახლა ჩემი კაცი თუ ხართ, ახლა მაჩვენეთ. უნდა დამიმტკიცოთ. ეს ერთი ვერსია არის და შეიძლება იყოს უამრავი ვერსია. კიდევ ერთხელ ჩვენ ამას ალბათ დიდხანს ვერ გავარჩევთ, შეიძლება ვერასოდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, საიდკენ მიდის ქვეყანა და ეს უნდა გავაჩეროთ. კი ბატონო, თქვენ ესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს, ხო, როდესაც შეხვდით საფრანგეთში, მაგრამ აი მე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გამორიცხავთ რომ ხელისუფლება მოახერხოს მასთან დაალაგება, მით უმეტეს ახლა გაეროში მათი რეზოლუციისთან ასპონსორები გახდნენ და ცდილობენ ამას ყოველ შემთხვევაში. ცდილობენ. ცადონ. ხო, მაგრამ თუ ეს მოხდა, მე რა ხდება? არა, ხა თუ ის მოხდა და თუ ეს მოხდა და თუ დაგვენგრა თავზე ისა და ამათი დაალაგებების უნარი და ამათი საშუალებები დიპლომატიურად თუ ინტელექტუალურად ძალიან არა მაქვს ძალიან დიდი წარმოდგენა, ვიცი რომ ლობისტებიც აიყვანეს, მაგრამ იმათ დიდად ვერაფერი ვერ შეძლეს ჯერჯერობით და კიდევ ერთხელ იმდენად სხვანაირი ხელისუფლება არის ეს ტრამპის ხელისუფლება, რომ ამასთან დაალაგება ვინ შეძლებს არ ვიცი, საერთოდ არ ვლაპარაკობ ჩვენ ხელისუფლებაზე. იმიტომ რომ მიდის თავისი გზით და როგორც ვხედავთ ეს გზა არის ძალიან ცვალებადი. ზიგზაგებით და ძირითადად თავისი ინტერესები. და ამიტომ თავისი ინტერესები სად იკვეთება და ვისთან იკვეთება, ესენი სანამ გაარჩევენ, ცოტა დრო გავა და ჩვენც დრო გვაქვს. ხო, იმიტომ რომ იგივე პროტესტის მონაწილეები ბევრი ფიქრობენ, რომ რა გვეშველება თუ ეს ასე მოხდა, ნიჰილიზმის ხوار გამოიწვევს და ასე შემდეგ. არ არის თემა საუბრის რა გვეშველება, როგორ გვეშველება, თუ ისინი ამას გააკეთებენ, იმას გააკეთებენ და კიდევ ამას. არ ამგონია ჯერჯერობით ჩანს, რომ არაფრის უნარი არ გააჩნიათ, ხო? რეალურად ვერაფერი ვერ გააკეთეს პოზიტიური. შეუძლიათ მიიღონ ზედიზედ ახალი და ახალი რეპრესიული კანონები. ამითი შენ ვერ მართავ ქვეყანას. არ არსებობს მაგალითი ამისი. გარდა თუ შენ ხარ ძალიან ძლიერი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება თავი ჩაიკეტოს, როგორც რუსეთი, რუსეთმა შეიძლება მიიღოს რეპრესიული კანონები, გაანადგუროს
ისედაც სუსტი სამოქალაქო საზოგადოება და იარსებობს. ჩვენ ამისი შანსი არ გვაქვს. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და უკვე დღეს ჩანს თუ რამდენად უჭირთ ჯერთი იზოლაციიდან გამოსვლა არ გამოსდით, ხო, რაც არ უნდა ლობისტები და არ ვიცი, დალაგებების იმედი გქონდეთ. არ გამოსდით ის, რომ ეკონომიურად ეს ქვეყანა დგებოდეს ფეხზე და რამე აღადგინონ. ის შავი ფული, რომელიც ცირკულირებს, ეს ერთი წყარო არის მათთვის, მაგრამ ეს არ არის წყარო, რითაც შეიძლება მართო ქვეყანა კიდევ ერთხელ. და ამიტომ მათი უნარი არის ძალიან შეზღუდული და ეს არის რაც გვეშველება. კი ბატონო, მაგრამ ამ ბრძოლაში რომელშიც თქვენ შეხვედით, ხო, ეხლა ვისი იმედი უფრო გაქვთ, ამერიკის თუ ევროპის? ჩვენი თავის. კი ბატონო, მაგრამ მიუნხენის კონფერენციაზე მინდა გითხოთ, აქედან გამომდინარე დავსვი ეს შეკითხვაც, ანუ რა დაპირებები მიიღეთ იქ რამე კონკრეტულად. თანდაც ამ ტრამპის პოლიტიკამ ბევრი რამ ევროპაში შეცვალა, ხო, ჩვენ ხედავთ. ძალიან შეცვალა და აქაც არის ძალიან დიდი მარცხი რუსეთის. როგორც თავის დროზე ომმა, უკრაინის ომმა გამოიწვია ნატოს გაძლიერება და გაფართოება და შემოვიდა შვედეთი და ფინეთი, რომელიც დიდი ხნის ამას არ ფიქრობდნენ, რომ ნეიტრალობას გვერდზე დატოვებდნენ და შემოვიდნენ ნატოში. ასევე რეალური შედეგი ამ ყველაფრის ტრამპიც და პუტინიც და ამათი პირველ განცხადებების რა არის, რომ ევროპა შეიკრა და შეეკრა უკრაინას. უკრაინას აქვს ის, რაც ევროპას არ ქონდა აქამდე, ძალიან ძლიერი ჯარი. ეხლა დღეს ამბობდა, თუ გუშინ ამბობდა მაკრონი Fox News-ში, რომ ეხლა უკრაინასო მილიონიანი ჯარი უნდა შეუნარჩუნოთ იმისი საშუალება, რომ მყავდეს ქემაინც 800,000 კაცი, როგორც მუდმივი ჯარი. რას ნიშნავს ეს? რომ ევროპას დღეს აქვს ჯერთი ნება, შეიკრა ძლიერი ჯარი უკრაინის სახით, რაც ევროპას არ ყავდა არც ერთი მხრივ და ბირთვული იარაღის ორი ქვეყანა, საფრანგეთი და ბრიტანეთი. ესე იგი შექმნა რუსეთმა ტრამპის რაღაცა პირველივე რაღაც გამოგდებული იმებით, შექმნა ის ევროპა როგორც სამხედრო ძალა, რაც ამდენ ხანს, ეხლა მე ვიყავი ამის საწყისი ეტაპებში, როცა ოცნება იყო ევროპის, რომ რაღაცა უსაფრთხოების პოლიტიკა, სამხედრო დაცვის პოლიტიკა, მაგრამ ნატოსთან ერთად. ეხლა ტრამპი უუბნება, რომ ნატო არ იქნება იქა და შეიძლება ევროპა იყოს მთლიანად და როგორც ყველა შემთხვევაში ევროპა შეიქმნა. სხვანაირი მოთამაშე ხდება და ჩვენთან დაკავშირებით რამდენად შეიძლება გქონდეს, რის იმედი შეიძლება გქონდეს ევროპის მხრიდან. მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრეთ ამ თემაზე? არა, მე ვისაუბრე ძირითადად იმაზე, რომ საქართველო აქტუალური არის, სწორედ იმიტომ, რომ აქ გადის რუსეთი, როგორც 2008 წელს გაიარა სატესტო რეჟიმში სამხედრო აგრესია, აქაც გაიარა სატესტო რეჟიმში ჰიბრიდული მისი ახალი სტრატეგია, პროპაგანდა, რომელზედაც მე საუბრებით, ეს არის რუსეთის შექმნილი პროპაგანდა, ამათი შექმნილი კი არ არის. რუსეთის შექმნილი პროპაგანდა, გაყალბებული არჩევნები, ეს უზარმაზარი манипуляცია არჩევნების, ესეც არ არის ამათ ტვინებში დაბადებული, ხო? ეს არის კარგად მოფიქრებული, როგორც რუმინეთში კარგად მოფიქრებული იყო ის TikTok-ის მიერ უცებ. მაგრამ ამერიკა გამოდის და ამბობს, რომ ეგ არადემოკრატიულია. არა, მნიშვნელობა ამერიკას ყველა. ეხლა მე ერთ რჩევას მოგცემდით, რომ ძალიან ბევრი განცხადებები წამოვა ამერიკიდან. მე მახსოვს პირველი ტრამპის პერიოდი, როცა ღამღამობით ტვიტავდა გაუთავებლად და ამასაც გააგრძელებს და რაღაცა. არ შეიძლება რომ ჩვენ რეაგირება მოვახდინოთ თითეულ განცხადებაზე, თითეულ რაღაცა, რომელიც რაღაც შეგვიქმნის განცდას, რომ რაღაცა მთლად ისე არ არის. მთლად ისე არ არის, იმიტომ რომ გვყავს რუსული რეჟიმი. ამიტომ ამას უნდა მივხედოთ, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავი და პირველი გაძლიერება ჩვენი თავის არის ჩვენ თავის გვჯეროდეს და არა ველოდებოდეთ, რომ რა დაპირებები მივიღე მიუნხენში. რა დაპირებები უნდა მივიღო მე მიუნხენში. როგორ შეიძლება რომ ევროპამ დამპირდეს რამე?
მაგალითად მიზანი იყო ის, რომ საქართველოს არის აქტუალური. ყველა ფიქრობს, რომ შიგნით მინდარი პროცესი და დასავლეთიდან ზეწოლა ერთად არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ამაზე არის საუბარი. მაგრამ არ არსებობს ახლა დიპლომატიური ურთიერთობები ისე არის აწყობილი, რომ არ არსებობს, რომ ამ ტიპის შეხვედრებზე ვინმე მოგცეს რამე დაპირება. იქ არის შენი როლი, რომ შენ მიუტანო მდგომარეობა როგორ არის, რას ველოდებით მათგან, რომ მაგალითად გააგრძელონ მათი დღევანდელი პოლიტიკა, რომელიც არის არაღიარების. ხო, არავის არ აუღიარებია. არჩევნები ჩატარდა 4 თვე ნახევარი არის უკვე გასული იმის მერე. ხო, არავის არ აუღიარებია. ხო, გრძელდება ის მათი სახელმწიფოებისგან ყოველ შემთხვევაში ის, რომ ჩვენ მათთან არ გვექნება მაღალი დონის ურთიერთობა, თუ არ გვჭირდება რაღაცა გზავნილის მიტანა იქამდე. გრძელდება სანქციების პოლიტიკა, როგორც ჩანს, გრძელდება. და არაფერი არ შეცვლილა და ტრამპმა, რომელიც გუშინ ერთი რამე თქვა, დღეს გააგრძელა რუსეთის მიმართ სანქციები. ასე რომ არაფერზე არ შეიძლება დღეს ვთქვათ, რომ ეს ასე არ იქნება, ან ასე იქნება. უნდა ვიყოთ ჩვენ თვითონ ძალიან ფლექსიბური და ძალიან ყურადღებით იმის მიმართ, თუ რა ხდება მსოფლიოში. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ვიცოდეთ, ჩვენ რა გვინდა. ხო, კი ბატონო, თუმცა ჩვენი ბედი ბევრწილად არის მართლაც გეოპოლიტიკაზეც დამოკიდებული. შიდა თემებზე რომ გადავიდეთ, როდესაც თქვენ წარგადგინათ პრეზიდენტმა ივანიშვილმა, გახსოვს როგორ გაქებდათ, ხო, თქვენს წინაპრებს, თქვენს პროფესიონალიზმს. უკაცრავად. ივანიშვილთან წარგადგინათ პრეზიდენტად, ამას ვამბობ. როდესაც ივანიშვილმა წარგადგინათ პრეზიდენტად, როგორ გაქებდათ მაშინ და მაგრამ დღეს ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ვიღაც ახალგაზრდები ხვდებიან აეროპორტში, თქვენ რაღაცა მოღალატეს გეძახიან. პირველში მაინტერესებს რას ეტყოდით ამ ახალგაზრდებს დღეს აქედან. არაფერს არ ვეტყოდი, მე იმას გაგახსენებდით, რომ ასევე პრეზიდენტ სააკაშვილმა ის პრეზიდენტი იყო ნამდვილად, ისიც მაქებდა ძალიან და მე იმანაც მოღალატეთ მახსენა. და არ ჩამოგართვათ შეხვედრა. და მე და ეს იყო მოცემულობა, რომ ყველა მოღალატე და ამიტომ ჩემთვის ეს არ არის ახალი. ესენიც იგივე საკეთებენ, ძალიან ბევრ რამეში სხვათა შორის მიდის იგივე ტემპით და იგივე ქმედებებით. ამას რა მნიშვნელობა აქვს? ვიღაცა ახალგაზრდები, მე მეწოდება ეს ახალგაზრდები, რომლებიც რაღაცის გამო, ფულის გამო თუ იმის გამო ასეთ როლში არიან, ასეთი ახალგაზრდები და იმის მაგივრად, რომ თავიანთ ქვეყნის საქმეზე ზრუნავდნენ, თუ პოლიტიკა აინტერესებთ და თუ არ აინტერესებთ, მაშინ ჯობია სხვა რამეს მიხედონ. კი ბატონო, თუმცა პირიქითაც მომხდარა, ხო, იმ პერიოდში, როცა თქვენ შეყრიდით პრეზიდენტობაზე, დღევანდელი ოპოზიცია გეძახდათ მოღალატეს. ამას ვამბობ. და დღეს ვცდილობთ ამ ოპოზიციის ძალიან მიჩვეული ვარ ამას და ვცდილობთ ამ ოპოზიციის გაერთიანებას და რამდენად გამოვა მათი გაერთიანება თქვენი აზრით? მე არ ვცდილობ ოპოზიციის გაერთიანებას. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის ჩემი მიზანი. მე ვცდილობ იმას, რომ იყოს ის ზომის ერთობა, რომელიც აძლიერებს ოპოზიციას და ყველა მის ნაწილებს და არა მას ასუსტებს. ამ ფორმით იყო სწორედ წარდგენილი და დღესაც მე მგონი, რომ ძალაში არის ქარტია, იმიტომ რომ ქარტია არის ერთობის პროგრამა, როცა დაბრუნდება ოპოზიცია ძალაუფლებაში და ეს შეიძლება იყოს მრავალპარტიული. მე არა ვარ ერთიანობის ასეთი და ერთიანსიების და ისეთი მომხრე, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ამ ქვეყანას ყველაზე უფრო დაუშავა ერთპარტიულობამ. ამიტომ საჭირო არის, რომ მივეჩვიოთ მრავალპარტიულობა, რთულია, ძნელია. ამიტომ ვცდილობ, რომ მათ შორის კოორდინაცია, რომ არ იყოს ის დაპირისპირება. ერთი არის ერთად რაღაცა საქმეს კეთება და გააკეთეს საქმე. ხო? სტრასბურგში რო ჩავიდნენ, ყველანი ერთად გააკეთეს ძალიან მაგარი საქმე. ესე იგი შეუძლიათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი შეუძლიათ, თუ არ იქნება ეს სრულ რაღაცა იმედები, რომ უცებ შეიქმნება რაღაცა ერთიანი, მონოლითური, რაღაცა ოპოზიცია თავისი ერთი ლიდერით, რომელიც იქნება ყველაზე მაგალითად თქვენ. მე ვიქნები სხვა ტიპის ლიდერი, თუ ლიდერი ასეთი დასჭირდა ოპოზიციას. მე არ ვიქნები რაღაცა ერთპიროვნული და რაღაცა ჯერთი დიდი ხნით არ ვიქნები ლიდერი ყოველ შემთხვევაში. თუ უნდა ვიყო
მაგრამ ესეც მოვლენებზე არის დამოკიდებული. ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ერთობა იმ მიმართულებაზე, საიდანაც მივდივარ და მე მგონი რომ ყველამ უნდა ჩაიხედოს ხელახლა ქარტიაში. ვისაც ხელი აქვს მოწერილი, ისევე მოაწეროს ხელი, იმიტომ ეს არის ჩვენი რეალური, რა სიტყვობს ხალხი, რა პროგრამით მოდიხართ. ესაა პროგრამა. ვინც არიან დღეს ციხეში, იმათი განთავისუფლება იმთავითვე. ამ ჯარიმების და რაღაცების მოხსნა ცხადი არის თავისთავად. იმ კანონების გაუქმება, რაც მიღებული არის ამ ბოლო პერიოდში, ყველა ამ რუსული კანონების გაუქმება სასწრაფოდ და დაბრუნება იმ ევროპულ რეკომენდაციების გზაზე სასწრაფოდ და კიდევ ერთხელ ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნა თუ ასე გვინდა რომ ევროპელებთან არის ის რომ თქვენ მოგვეცით იმის პირობა რომ ჩვენ როგორც კი დაუბრუნდებით ამ გზას აღარ დაგვაკავებთ ამ გზაზე და მოგცემთ საშუალებას რომ აღადგინოთ სწრაფად ის დაკარგული დრო რაც დაგვაკარგინეს ამათმა იმიტომ ჩვენ იქ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესები ეხლა როცა უყურებთ რომ გერმანია წყვეტს ურთიერთობებს სტუდენტებისთვის და იმ დაფინანსებას და იმ სტიპენდიებს რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო და რომლითაც ისარგებლეს კობახიძემ პაპუაშვილმა და მე საბოლოოდ ცუდად მოუბრუნდა გერმანიას იმას შეიძლება ცუდად მოუბრუნდა მაგრამ ჩვენ ძალიან გვჭირდება ეს ურთიერთობები და ეს უნდა აღდგეს ძალიან სწრაფად როგორც კი ჩვენ ვაჩვენებთ რომ უბრუნდებით ჩვენ რეალურ უალტერნატივო ევროპულ გზას. გასაგებია, მაგრამ თორსა თქვენი ეს გეგმა გამოაქვეყნეთ 5 პუნქტიანი, თავარი კითხვაც გაუჩნდათ და ოპოზიციაშიც ეს კითხვა გაჩნდა, რომ გასაგებია რომ არჩევნების მერე როგორ არჩევნები გვინდა და ასე შემდეგ და მერე რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ არჩევნებამდე როგორ მივდივართ? ამ გეგმას ითხოვს ხალხი, ანუ როგორ ვაიძულებთ ხელისუფლებას არჩევნების დანიშნას. ამ კითხვაზე პირველ რიგში პოლიტიკური პარტიები უნდა სცემდნენ პასუხს და არა მხოლოდ მე. მე ვცემ პასუხს და ვამბობ რომ მივდივართ არჩევნებისკენ, იმიტომ რომ არ შეუძლია ამ ხელისუფლებას მართვა ქვეყნის. არის იზოლაციაში, არის უნარო ქმედითი საშუალებები აღარ აქვს. შეუძლია მხოლოდ რეპრესია. ამიტომ ეს ვერ გაგრძელდება. რა ფორმით მიიღებს ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნები მაინც დანიშნოს, თუ გადმოგვიგდებს არჩევნებს, იმიტომ რომ იფიქრებს, რომ ამითი რაღაცა პოლიტიკური ქულები შეიძლება დაიწეროს. ამას ეს არ ვიცით, ეხლა წინასწარ მეტყველი არც ერთი არა ვართ, მაგრამ ვიცით, რომ პროტესტი, რომელიც არ ნელდება და არ გაჩერდება და რაც არ უნდა, როგორც რუსები ზამთრის იმედი ქონოდათ ამათ ეს ზამთარიც დამთავრდება და ეს პროტესტი არა მხოლოდ გაგრძელდება, მაგრამ გაძლიერდება. მით უმეტეს თუ გააგრძელეს ამ რეპრესიული კანონების ერთი მეორეს მიყოლებით მიღება. ამიტომ ეს მდგომარეობა, რომელიც არის ჩიხი, ეს ჩიხი, რომელიც უკვე გრძელდება თითქმის 5 თვე არის, არ არსებობს მოცემულობა სოფლიოში ისტორიაში რომ ეს არ მაგრამ ესენი არ გზობენ რაღაც განსაკუთრებულ დისკომფორტს. რატო გონიათ რომ რაღაც პრობლემა იქ შეიძლება შეექმნას? არ ხედავთ? ის ყველაფერი რასაც აკეთებენ არის ნიშანი კვერცხები ჩემს მიმართ. არის ნიშანი მათი დისკომფორტით. არის ნიშანი მათი შიშის თუ რაღაცა. შენ თუ ძლიერი ხარ, არც რეპრესიული კანონების მიღება არ გჭირდება. არც ერთი ეს ტიტუშკების გამოყენება, არც მეტროში ხალხის დევნა და ასე შემდეგ. შენ თუ ძლიერი ხარ და მორჩა. არაფერი აღარ გინდა. მართავ ქვეყანას, ხარ ერთადერთი მართველი, არავინ არ აკავს სხვა არც პარლამენტში, არც მთავრობაში, მიდი და გააკეთე, რაც საქმე გასაკეთებელი არის. ეს არის ძალა. მე ვერ ვხედავ ამ ძალის ნიშნებს. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ თუ დაუშვებთ იმას, რომ ამ ხელისუფლების ამოცანა არის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება ყველა ასე ვთქვათ, ძალის გამოყენებით, ხელისუფლება ის ამას წარმატებით ახერხებს და რატო გონიათ, რომ შემდეგშიც ვერ მოახერხებს? ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის ძალაუფლება, რომელიც არის მოკლეფეხებიანი. ხო და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რომ აი მოკლეფეხებიანი. ვერ მართავენ. მე მითხარით ერთი გადაწყვეტილება, ერთი ქმედება მათი, რომელიც ნიშნავს, რომ მართავენ ქვეყანას.
რომ რაღაცას უკეთებენ ამ ქვეყანას. დადებით, ახლა მე არ ვამბობ ჩაგვრა და ზეწოლა და ძალადობა და ეს ყველაფერი. ეს არ არის მართვა, ეს არის მხოლოდ თავის დაცვა. რაც ნიშნავს, რომ არიან თვითონ არიან შეშინებული, უყურეთ მათ ქცევებს. ხო, მაგრამ როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? აი ეს ვითარება. ხალხი ქუჩაში ეს გითხარით, რომ ეს არავინ არ ახალი კანონები და ასე შემდეგ. არავინ არ იცის, მაგრამ თვითონაც არ იციან და ჩვენც ერთი რამე ვიცით, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება, იმიტომ ამ პროტესტს ერთი რამე არ გააჩნია, ეს არის უკუსვლა და უკან დაბრუნების რამე საშუალება. ხალხს იჭერენ, ხალხს ანთავისუფლებენ თავიანთი სამსახურებიდან, თითო განთავისუფლება ადამიანის ნიშნავს, რომ მთელი ერთი დიდი ქართული ოჯახი გადადის მათ ოპოზიციაში. ხო, ეს ასეა? ხო, კი ბატონო, თუმცა ერთ-ერთ ოპოზიციონერს უსმენდი ამას წინათ. საინტერესო არგუმენტი ქონდა, რომ რა აზრი აქვს ახლა არჩევნების მოთხოვნა, დღეს რო დანიშნოს ივანიშვილმა არჩევნები, თუ ეს სისტემა არ დაინგრა, ის ამბობდა, ისევ წავაგებთ ამ არჩევნებს და აი სისტემა როგორ უნდა დაინგრესო და ასოლა. ამიტომ არის ახლა ჩვენ თუ ველოდებით, რომ მთლიანად დაინგრეს სისტემა, შეიძლება მოხდეს, რომ ჩამოიშალოს. ეს არ არის არანაირად გამორიცხული. მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. არ შეიძლება რომ ჩვენ დაველოდოთ, როდის დაინიშნება იმისთვის, რომ მოვემზადოთ. ეს არის ის, რაც მოხდა წინა არჩევნებზე, რომ ამ რუსული კანონის გამო და ბევრი რამის გამო გადავიტანეთ აქცენტი და ყურადღება სხვა რაღაცაზე და არა არჩევნების მომზადებაზე. ეხლა მე დღეს რო უყურებ ამ მოხალისეების და რაღაცა, ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ კომისიებში, რომლებიც უნდა იყვნენ დამკვირვებლები, რომელსაც არ შეეშინდებათ ტიტუშკების. ეს არის ის ძალა საზოგადოების, რომელიც უნდა გამოჩნდეს იმისთვის, რომ არასოდეს აღარ დაუთმოთ არჩევნები. თქვენ აღარ არჩევნები ახსენეთ, თქვენ ამ გეგმაში, რომელიც გამოაქვეყნეთ, გიწერეთ ასეთი რამე ერთიანი საარჩევნო პროგრამა პარტიებს. მაგრამ ხო, მაგრამ თუ ყველას ერთი საარჩევნო პროგრამა ექნება, ცალ-ცალკე გასვლას რა აზრი აქვს? როგორ არა? მაშინ რის მიხედვით რის მიხედვით მისცეს? დემოკრატიის არაფერი არ ეხსოვნია. დემოკრატია ისე რომ ყველა პარტიას თავისი საარჩევნო პროგრამა აქვს. რის მიხედვით აძლევს ამ მომრჩეველი ხმას მაშინ? თუ ყველას ერთი პროგრამა აქვს. არა, პარტია არის პარტია, რომელსაც აქვს თავისი მსოფლმხედველობა. ეხლა იქმნება მაგალითად სოციალ-დემოკრატიული პარტია, ჯერ მოძრაობა არის და პარტია მემარცხენეების. ამათ აქვთ თავიანთი ხედვა, როგორ უნდა იყოს ქვეყანა მართული, როგორ უნდა იყოს უფრო დაცული სოციალურად, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია საერთოდ და ვეთანხმები, რომ ბევრ რამეში ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი, ეს არის მათი დამახასიათებელი. და მე როცა წავალ არჩევნებში, პირველ რიგში და პრიორიტეტი და სასწრაფო არის რომ ყველამ ერთად, იმიტომ რომ ერთი პარტია ვერ გავა იმ უვრამრესობით, რომ მიიღოს კანონები ან გაუქმოს კანონები. ჩემთვის მთავარი არის ჯერ რომ გავანთავისუფლოთ ეს ქვეყანა იმ ყველაფრისგან, რაც იყო ამათი მართლობის შედეგი, ანუ ეს კანონები კიდევ ერთხელ რუსულ კანონები, პატიმრები, ჯარიმები და დავაბრუნოთ ის კანონები და ის რეკომენდაციები, რაც ეხება სასამართლოს. სასამართლო თუ არ აღვადგინეთ სასწრაფოდ და ყველამ ერთად ყველა პარტიებმა ერთად. ხო, ეგ გასაგები არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს, ხო ეს? ეს უნდა მოხდეს სასწრაფოდ და მერე ყველა პარტიას ექნება საშუალება რომ პარლამენტში წარადგინოს თავისი კანონმდებლობა, ინიციატივები. ეს არის მრავალპარტიული. თავიანთი პროგრამებიც ექნებათ და საერთო პროგრამაც იქნება, ამაზე ვლაპარაკობ. ხო, ნუ საინტერესო მოდელია, არ ვიცი, მაგრამ თქვენ როდესაც ამბობთ რომ აი არჩევნების უნდა მოვემზადოთ. თუ ისე მოხდა რომ შემოდგომამდე ამ ხელისუფლება არ დანიშნა არჩევნები. თუ გაქვთ ძალიან ბევრი. ხო, იმიტომ რომ ნუ ჩვენ არ ვიცით მომავალში. არა, არ ვიცი და ამიტომ თუებით ვერ ვიცხოვთ. ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს. თუ არ დაინიშნა არჩევნები, მანამდე ვიდრე მოვა ადგილობრივი არჩევნები. ოპოზიციამ უნდა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. არა, უნდა მიიღოს ერთიან არჩევნებში, ანუ ისიც უნდა იყოს და ესეც. ანუ მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებზე არ უნდა წავიდეს, არ უნდა დათანხმდეს. მე მგონი რომ ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ანუ ვიღაცა ფიქრობენ რომ მოდი თბილისი მოვიგოთ და მე რაღაცა. კი, თბილისს მოიგებთ, შეიძლება, თუმცა არა ვარ დარწმუნებული რომ იმ განწყობით არა, იმ განწყობით რაც იქნება თუ ვინმე მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში,
ნაწილი ხალხი არ მივა, იმიტომ რომ დამაჯერებელი არ იქნება, რომ ამითი რამე შეიცვლება და მეორე რაც მოხდება, ძალიან მარტივად ოქტომბერში არის დაგეგმილი, ხო, ადგილობრივი არჩევნები. როდის არის მიღებული ბიუჯეტი, ხო არ მეტყვით? ბიუჯეტი მიღებული, რის ბიუჯეტს გულისხმობ, ხალხის ბიუჯეტს. ნოემბერში იღებენ წესით, ხო? ნოემბერში. და რას იზამენ? რას იზამენ? ანუ არ მისცემენ ადგილობრივ თვითმმართველობებს თბილისის კოლოსალური ბიუჯეტი გადავა. რომც მოიგო თბილისს არ მისცემენ ფულს ამაზე საუბრობ. ხო, მაგრამ ეს პოლიტიკური დარტყმა იქნება ძალიან დიდი ხელისუფლების თბილისის წარდგენა. თუ მაშინ გიბრუნებთ, თუ და ამ პირობებში მე არ ამჯერა, რომ მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში იყოს რეალური საშუალება, რომ შენ გაიმარჯვო, იმიტომ რომ არ იქნება ხალხის დომა, არ იქნება მობილიზაცია, არ იქნება ის განწყობა, რომ ამითი ვიგებთ და ვაბრუნებთ და ვანთავისუფლებთ პატიმრებს და ვაუქმებთ კანონებს. ანუ ის ყველაფერი, რაც გჭირდება, რომ დავიჯეროთ, რომ ჩვენ მართლაც ვცვლით ამ ძალიან მძიმე რეალობას, მაშინ ვაძლევთ საშუალებას იმისთვის, რომ ვიღაცები დაჯდნენ რაღაცა ადგილობრივ სკამებში, ვაძლევთ ამათ საშუალებას, რომ გააგრძელონ თავიანთი არამართველობა. კი ბატონო, და პირადად თქვენი უახლოესი გეგმები რა არიან? ამ ბრძოლაში როგორ იქნებით პირადად ჩართული რასაპირა? როგორც ვარ. ან კონკრეტული რაიმე ნაბიჯები არ გაქვთ დაგეგმილი ჯერ? ყველა ჩემი ნაბიჯი არის მიმართული ამ ერთი მიზნისკენ, რომელიც არის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ეს ქვეყანა და მერე გადავიდეთ მის ნამდვილ მშენებლობაზე და აღმშენებლობაზე. კი ბატონო, მადლობა ინტერვიუსთვის. ძალიან დიდი მადლობა. უთუოდ. კი ბატონო.